სენსაციური ამბავია, რომელიც ძალიან ძლიერად ცვლის ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. ირანმა გამოიყენა ჩინეთის სადაზვერვო თანამგზავრი ამერიკული სამხედრო ბაზების დასაკვირვებლად რეგიონში და ამას აკეთებდა მანამდეც, სანამ მათზე რაკეტებითა და დრონებით შეტევები განხორციელდებოდა. აღმოჩნდა, რომ სწორედ ჩინეთის თანამგზავრი ეხმარებოდა ირანს აშშ-ის საკვანძო სამხედრო ბაზებზე მიზანში ამოღებაში ახლო აღმოსავლეთში, რომლებიც ომის პირველ დღეებში დაზიანდა. ჩემი სახელია ალექსეი პიჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ ამ გამოშვებას დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი, დაალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი კომენტარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოშვების YouTube-ზე პოპულარიზაციისთვის. და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pichi News-ი. ბმული აღწერაშია ამ ვიდეოს ქვეშ. დღეს როგორც Financial Times-ის გამოძიებიდან გახდა ცნობილი, ირანმა ფარულად შეიძინა ჩინური ჯაშუშური თანამგზავრი, რომელმაც ისლამურ რესპუბლიკას მისცა შესაძლებლობა. რესპუბლიკას ახალი ძლიერი შესაძლებლობები მიეცა, რომ ომის დროს დაარტყას ამერიკულ სამხედრო ბაზებს ახლო აღმოსავლეთში. როგორც Financial Times წერს, მედიაში გაჟონილი ირანული სამხედრო დოკუმენტები აჩვენებს, რომ ჩინური თანამგზავრი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა შეიძინეს. ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს, მას შემდეგ რაც ის ჩინეთის კოსმოდრომიდან კოსმოსში გაუშვეს, კოორდინატების სიაში აღნიშნულია დრო. თანამგზავრული სურათები და ორბიტების ანალიზი აჩვენებს, რომ ირანელმა სამხედრო მეთაურებმა მოგვიანებით დაავალეს თანამგზავრს. თვალყური ედევნებინა სწორედ აშშ-ის საკვანძო სამხედრო ობიექტებისთვის რეგიონში. გარდა ამისა, თანამგზავრის აქტივობის თვალყურის დევნების შედეგად გაირკვა, რომ მან აშშ-ის სამხედრო ბაზების სურათები გადაიღო მარტში, როგორც ამ ობიექტებზე დრონებისა და რაკეტების თავდასხმებამდე. ასევე შემდეგ. კოსმოსური აპარატი T-01B აშენდა და გაუშვა ჩინურმა კომპანიამ Airtai Corporation. იდეა იმაშია, რომ როგორც კი ეს კომპანია ჩინეთიდან თავის თანამგზავრს ორბიტაზე გაიყვანს, მაშინვე გადასცემს ამ თანამგზავრს უცხოელ დამკვეთებს. მაგრამ გადასცემს მხოლოდ ქაღალდზე. ანუ თითქოს ის ეკუთვნის სრულიად სხვა ქვეყანას. და ეს კიდევ ყველაფერი არ არის. შეთანხმების ფარგლებში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსს მიეცა წვდომა კომერციულ სახმელეთო სადგურებზე, რომლებსაც ექსპლუატაციას უწევს კომპანია Ep-Mossad, რომელიც ვინ წარმოიდგენდა პეკინშია დაფუძნებული და რომელიც მთელ ქვეყანაში სატელიტელის მართვისა და მონაცემთა გადაცემის სერვისებს უზრუნველყოფს. მას აქვს გლობალური ქსელი, რომელიც აზიას, ლათინურ ამერიკას და სხვა რეგიონებს მოიცავს. ანუ სატელიტი მხოლოდ ფორმალურად ეკუთვნის ირანს, ფაქტობრივად კი მას მთლიანად ჩინელები მართავენ. აქ მოვიყვანთ ციტატას Financial Times-დან. ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის მიერ ჩინეთში წარმოებული სატელიტის გამოყენება ომის დროს, რომის განმავლობაშიც თეირანი არაერთხელ ახორციელებდა სარაკეტო და უპილოტო დარტყმებს თავის მეზობლებზე, სავარაუდოდ სერიოზულ შეშფოთებას გამოიწვევს მთელ რეგიონში. ჩინეთი პერსიის ყურის ქვეყნების უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და მათი ნავთობის ყველაზე დიდი მყიდველია. და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო. ორ ჟურნალების მონაცემებით თანამგზავრი 13, 14 და 15 მარტს საუდის არაბეთში პრინც სულთანის ავიაბაზას ირებდა. გახსენეთ, 14 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ბაზაზე ამერიკულ თვითმფრინავებს თავს დაესხნენ. მაშინ ოფიციალურად აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების 5 საწვავის შემსები თვითმფრინავი სერიოზულად დაზიანდა. ანუ ჩინეთის თანამგზავრი ბაზას აკვირდებოდა თავდასხმამდე 1 დღით ადრე, თავდასხმის დღეს და მის შემდეგ დღესაც. იმიტომ რომ რთულია თქვა, ეს უბრალოდ დამთხევაა. მაგრამ ასე დაემთხვა, რომ ჩინეთის თანამგზავრი 3 დღის განმავლობაში კონკრეტულად ერთ სამხედრო ბაზას აკვირდებოდა. და ამავე დროს ირანმა რატომღაც სწორედ ამ ბაზაზე მიიტანა თავდასხმა, თითქოს ესეც დამთხევა იყოს. საინტერესოა, რომ ამ თანამგზავრს სხვა დღეებში ეს ბაზა აღარ დაუკვირვებია. ჩინეთის თანამგზავრი ასევე აკვირდებოდა მუაფაქ სალტის ავიაბაზას იორდანიაში და ობიექტებს, რომლებიც მდებარეობს აშშ-ის მეხუთე ფლოტის საზღვაო ბაზასთან ახლოს მანამეში, ბარეინში და აკვირდებოდა ერბილის აეროპორტს ერახში. ზუსტად იმ დროს, როდესაც ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა აიღო პასუხისგებლობა ყველა ამ ჩამოთვლილ ობიექტზე თავდასხმებზე, სხვა რაიონებს შორის, რომლებიც ამ თანამგზავრის დაკვირვების ქვეშ იყვნენ, კემპ ბიურინგი და ალი ალ-სალემის ავიაბაზა ქუვეითში. აშშ-ის სამხედრო ბაზა კემპ ლემანიე ჯიბუტიში და საერთაშორისო აეროპორტი დუქმი ომანში.
სპარსეთის ხურის ქვეყნების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაკვირვების ზონაში შევიდა კონტეინერების სპორტი, ხორ-ფაქანი და ელექტროსადგური. ასევე ქით-ფას გამტკნარების ქარხანა გაერთიანებულ არაბთა საამიროებში. ასევე ალბათ საწარმო ბარეინში. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ალუმინის ქარხანაა. და კვლავ, უცნაური დამთხოვით, ამ ობიექტებიდან ნაწილი საბოლოოდ ირანის მიერ იქნა თავდასხმული. ცნობილია, რომ სატელიტი T01 B-ს შეუძლია მიიღოს გამოსახულებები დაახლოებით 9 მეტრის გარჩევადობით, რაც შეესაბამება დასავლეთის ქვეყნების მაღალი ხარისხის კომერციულ სატელიტებს. ეს ნიშნავს, რომ ირანს შეეძლო მარტივად გაერჩია სამხედრო თვითმფრინავები, სატრანსპორტო საშუალებები და, რაც მთავარია, ინფრასტრუქტურაში ცვლილებები, როდესაც ჯარისკაცები ცდილობენ, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ობიექტების შენიღვას. ამავე დროს ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის ყველაზე თანამედროვე სამხედრო სატელიტი NOR-3 ირანის შეფასებით შეუძლია მიიღოს გამოსახულებები დაახლოებით 5 მეტრის გარჩევადობით. და იქ უკვე რთულია მიწაზე მცირე ობიექტების გარჩევა. ადრე ირანს საერთოდ ჰყავდა სატელიტი 1215 მეტრის გარჩევადობით. და სავარაუდოდ პენტაგონში დარწმუნებულები იყვნენ, რომ ირანი ალბათ სწორედ ამ მოძველებული სატელიტებით სარგებლობდა დღემდე. და რომ გაიგოთ სატელიტის გარჩევადობის მნიშვნელობა, სამ სურათს გაჩვენებთ. პირველი. ეს არის ჩინური სატელიტის ფოტო 9 მეტრიანი გარჩევადობით, იმით, რომელსაც ირანი ბოლო თვეში იყენებდა. მეორე ფოტო. ეს უკვე ირანული სატელიტის NOR-3-ის ფოტოებია, სადაც გარჩევადობა 5 მეტრია. და მესამე. ეს არის ძველი ირანული სატელიტის ფოტო 12 მეტრიანი გარჩევადობით. საინტერესოა, რომ ჩინურმა კომპანიამ EarthEye განაცხადა, რომ სატელიტი განკუთვნილი იყო, ციტატა, სოფლის მეურნეობისთვის, ოკეანის მონიტორინგისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვისთვის, ბუნებრივი რესურსების კონტროლისთვის და მუნიციპალური ტრანსპორტისთვის. მაგრამ აქ კიდევ ერთი დიდი კითხვა ჩნდება ამდება ამერიკის დაზვერვასთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ დოკუმენტების მიხედვით, რომლებსაც გაეცნო Financial Times-ი, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ 2024 წლის სექტემბერში მოხდა. ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსის საჰაერო სირცული ძალები, რომლებიც კურირებენ ირანის ბალისტიკური რაკეტების, უპილოტო აპარატებისა და კოსმოსური ინდუსტრიის პროგრამებს, დათანხმდნენ თითქმის 40 მილიონი დოლარის გადახდას სატელიტურ სისტემაზე კონტროლის მოსაპოვებლად. გარდა ამისა, ეს შეთანხმება დეტალურად აღწერს ხარჯებს, მათ შორის სატელიტისა და მისი რაკეტზიდის ღირებულებას, ტექნიკურ მხარდაჭერას, მონაცემთა ინფრასტრუქტურას და მომსახურებებს, რომლებიც უცხოელი კონტრაგენტებისთვის არის მიწოდებული. შეთანხმების მიხედვით კომპანია ETMASAT უზრუნველყოფს ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსს, პროგრამულ უზრუნველყოფასა და სახმელეთო ქსელს, რათა სატელიტის მართვა მთელი მისი ექსპლუატაციის ვადით შეძლო. ეს სისტემები გადასცემს ბრძანებებს, მიიღებს ტელემეტრიასა და გამოსახულებებს. ასევე საშუალებას აძლევს ქსირს მართოს სატელიტის მუშაობა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. საკითხი ისაა, რომ თუნდაც აშშ-ს ჰქონდეს ინფორმაცია ასეთ სატელიტზე, მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ, რადგან ფიზიკურად თვითონ სატელიტი და მთელი მართვა ჩინეთს ეკუთვნის და არა ირანს. ირანი, ასე ვთქვათ, ქირაობს მას. რატომ ამახვილებ ამაზე ყურადღებას? საქმე იმაშია, რომ 2025 წლის ივნისშიც და 2026 წლის მარტშიც აშშ-მ და ისრაელმა პირველ რიგში სარაკეტო დარტყმები მიაყენეს ირანის სატელიტური კავშირის მიწის სადგურებს, რათა დაებრმავებინათ ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი. მაგრამ შეუძლებელია უბრალოდ ასე დაარტყა ჩინეთის მიწის სადგურს, რომელიც სადღაც პეკინში მდებარეობს. კიდევ ერთი ნიუანსი. ისრაელის თავდაცვის არმიამ წინა დღეს განაცხადა, რომ დარტყმა მიაყენა ირანის კოსმოსური სააგენტოს მთავარკვლევით ცენტრს, სადაც სამხედრო თანამგზავრები მუშაობდება სადაზვერვო ინფორმაციის შესაგროვებლად. მაგრამ რამდენი ობიექტიც არ უნდა განადგურდეს ირანის ტერიტორიაზე, ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი არ დაბრმავდება, რადგან როგორც აღმოჩნდა, მათი მთავარი თვალები მაინც პეკინშია. ამასობაში დღეს ტრამპმა დაიქვეხნა, რომ თითქოს სი ძინპინმა მას წერილი მისწერა, სადაც არწმუნებს, რომ ჩინეთი ირანს არაფრით ეხმარება. მაგრამ ამაზე უფრო დეტალურად უკვე შემდეგ გამოშვებაში. აქ წერტილებს დავაყენებ. მაგრამ მეგობრებო, მინდა გირჩიოთ ერთი YouTube-ის გამოშვება, რომელიც მეურჩევდი დონალდ ტრამპს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ქვია გეყოფა ნორმალურ ადამიანად თავის მოჩვენება. ეს არის ჩემი საყვარელი ფსიქოლოგის გამოშვება. უკვე დიდი ხანია გირჩევთ ამ YouTube არხს. ბუმული აღწერაში იქნება. გადადით ნახეთ. იქ შესანიშნავად არის განხილული თუ როგორ ცდილობთ ყველანი მუდმივად მოვერგოთ გარშემოყოფებს.
ვცდილობ დავფაროთ ჩვენი ხასიათის ზოგიერთი თვისება და არა მხოლოდ ეს და ამით იცით, ცოტათი საკუთარ თავს ვახჩობთ. ამიტომ გირჩევთ, ნახოთ ეს გამოშვება. ბმულს დავტოვებ აღწერაში და ამ გამოშვების ქვეშ მიმაგრებულ კომენტარშიც. და მეგობრებო, აუცილებლად გადადით, ნახეთ და გამოიწერეთ. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.